ქაოსის თეორიის მიხედვით, ისეთმა უმნიშვნელო მოვლენამაც კი, როგორიცაა პეპლის ფრთების საქმევა, საბოლოოდ უდიდესი დამანგრეველი ქარიშხალი შეიძლება გამოიწვიოს. პეპლის ეფექტის მოვლენიდან გამომდინარე, სამყარო, რომელშიც ადამიანები ვცხოვრობთ, ერთი დიდი სისტემაა. სისტემა, რომლის შემადგენელი ელემენტები ისეთი კანონზომიერებითაა დალაგებული, რომ ნებისმიერ, თუნდაც სულ მცირე ცვლილებასაც კი შეუძლია რადიკალურად შეცვალოს მთელი ჩვენი სამყარო. თითოეული ჩვენგანი ცხოვრება. წარსულის შეცვლაზე ფიქრი მთელი ცხოვრების მანძილზე თან გვდევს ადამიანებს. რა მოხდებოდა, რომ საბედისწერო შეცდომა არ დაგვეშვა? ან უბრალოდ ჩვენს ცხოვრებაში ესა თუ ის ფაქტი არ მომხდარიყო? რა შეიცვლებოდა? როგორი იქნებოდა დღევანდელი რეალობა? ეს ის ფიქრია, რომელიც სამყაროს აღქმას გვიცოცხლებს, იმპულსს გვაძლევს ღრმა აზროვნებისთვის და ფანტაზიას გვიღვივებს. ერთი ხალხი, ერთი იმპერია, ერთი ლიდერი. ასეთი იყო გროს დოიჩლანდის, ანუ დიდი გერმანიის დევიზი. 1933 წლის 30 იანვარს გერმანიის კანცლერი ხდება ადოლფ ჰიტლერი. ადამიანი, რომელმაც წამოიწყო კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე სისხლისმღვრელი და მასშტაბური ომი, მეორე მსოფლიო ომი. დღევანდელი გადაცემის თემაა მეორე მსოფლიო ომის ალტერნატიული ისტორია, სადაც გერმანიის ფიურერი ადოლფ ჰიტლერი სტრატეგიულ შეცდომებს არ უშვებს და მეორე მსოფლიო ომი ნაცისტური გერმანიის გამარჯვებით მთავრდება. ხორცშესხმული ეშმაკი. ამ სახელით შემორჩა ისტორიას მეორე მსოფლიო ომისა და ჰოლოკოსტის მთავარი ინიციატორი. ომში მონაწილეობდა 62 სახელმწიფო. ბრძოლები მიმდინარეობდა 40 სახელმწიფოს ტერიტორიაზე. განადგურდა 100,000-ობით ქალაქი და სოფელი. დაიღუპა 60 მილიონზე მეტი ადამიანი. თავის წიგნში ჩემი ბრძოლა ჰიტლერი წერს: გერმანია იქნება მსოფლიოში გაბატონებული ძალა, ან საერთოდ არაფერი. შესაბამისად, ჰიტლერის საგარეო პოლიტიკის მთავარი მიმართულება დიდი გერმანიის შექმნა. მეორე მსოფლიო ომის განმავლობაში გერმანია და მისი მთავარი მოკავშირეები იტალია და იაპონია მსოფლიოს მრავალი ქვეყნის წინააღმდეგ დამპყრობლურ ომებს აწარმოებდნენ. მათი მთავარი მოწინააღმდეგეები იყვნენ ბრიტანეთი, საფრანგეთი, საბჭოთა კავშირი, ამერიკის შეერთებული შტატები და ჩინეთი. 1940 წლისთვის გერმანიას ყველაზე ძლიერი შეიარაღებული ძალები ყავდა. გარდა ამისა, ვერმახტი სრულყოფილად ფლობდა ბლიცკრიგის ხელოვნებას, არა მარტო სამხედრო, არამედ ფსიქოლოგიურსაც. ის მოწინააღმდეგე მხარეს ბოლომდე დემორალიზირებულს ხდიდა. შესაბამისად, ომში გამარჯვება 1940-41 წლების პერიოდში მთლიანად დამოკიდებული იყო სტრატეგიულად სწორ გადაწყვეტილებებზე. საბედნიეროდ, ადოლფ ჰიტლერი არაერთ სტრატეგიულ შეცდომას უშვებს და მეორე მსოფლიო ომი მოკავშირეების გამარჯვებით მთავრდება. (1945 წლის 1 მაის გამთენიისას სერჟანტები ეგოროვი და კანთარია რაიხსტაგზე გამარჯვების დროშას აღმართავენ. 9 მაისს კი ხელი ეწერება გერმანიის უსიტყვო კაპიტულაციას. Писание акта о безоговорочной капитуляции германских. მაგრამ რა მოხდებოდა, რომ ადოლფ ჰიტლერს შეცდომები არ დაეშვა და მეორე მსოფლიო ომი გერმანიის გამარჯვებით დასრულებულიყო? როგორი იქნებოდა ჩვენი დღევანდელი რეალობა? ეს ის ფანტაზიაა, რომლის წარმოდგენას ადამიანთა უმრავლესობას ძალიან აშინებს. ზოგიერთ პირიქით ხიბლავს კიდეც, თუმცა გულგრილს არ ავისტოვებს. არსებობს კონკრეტული დოკუმენტები, რაც საშუალებას გვაძლევს წარმოვიდგინოთ თუ რა გეგმები ჰქონდა ადოლფ ჰიტლერს და მის გარშემომყოფებს დაპყრობილი სახელმწიფოებისა და თავად მესამე რაიხთან მიმართებაში. ესენია ჰენრიხ ჰიმლერის პროექტები, მისი და ადოლფ ჰიტლერის მიმოწერა, ჰიტლერის სხვადასხვა გამოსვლები, გეგმა ოსტი, ალფრედ როზენბერგის ჩანაწერები და ასე შემდეგ. ამ მასალებზე დაყრდნობით შეგვიძლია წარმოვიდგინოთ ის მომავალი, რომლისთვისაც იბრძოდნენ გერმანელი ნაცისტები. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ოფიციალურ ისტორიას მართლაც გამარჯვებულები წერენ, მაშინ ჰიტლერის გამარჯვების შემთხვევაში თანამედროვე სამყარო ან ის, რაც სამყაროსგან დარჩებოდა, აუცილებლად ჩათვლიდა ჰიტლერს განათავისუფლებლად არა მხოლოდ წითელი საფრთხისგან, არამედ ყველა სხვა საფრთხეებისგან, თუ ფსევდო საფრთხეებისგან,
რომლისგანაც პირდებოდა იგი კაცობრიობას გადარჩენას. სინამდვილე კი იქნებოდა ისეთი, რომ რა თქმა უნდა, არავითარი გათავისუფლება და არავითარი თავისუფლება ზოგადად ჰიტლერს არ შეეძლო მოეტანა, იგი მთელ სამყაროს კაცობრიობას გადაჩეხდა გაცილებით უფრო სასტიკ და გაცილებით უფრო ანტიჰუმანურ ტერორში, ვიდრე იყო თუნდაც ის წითელი საფრთხე, რომელზეც ჰიტლერი საუბრობდა. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ მესამე რაიხის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე უნდა შექმნილიყო დიდი გერმანია, ანუ გროს დოიჩლანდი. დიდ გერმანიაში შედიოდა საკუთრივ გერმანია 1937 წლის საზღვრებით, საფრანგეთის ნაწილი, ლუქსემბურგი, ბელგიის გერმანულ-ენოვანი ოლქები, ავსტრია, სუდეტის ოლქი, სლოვენიის დიდი ნაწილი და ომამდელი პოლონეთი მთლიანად. დიდი გერმანია 42 ადმინისტრაციულ ერთეულად იყოფოდა. პირველ რიგში გროს დოიჩლანდში ნაცისტები აპირებდნენ სამი ქალაქის მიუნჰენის, ბერლინის და ჰამბურგის გარდაქმნას. მიუნჰენი ნაციონალ-სოციალისტური მოძრაობის მუზეუმი უნდა გამხდარიყო. ბერლინი მესამე რაიხის და შესაბამისად სამყაროს დედაქალაქი. ჰამბურგი კი ერთიანი სავაჭრო ცენტრი, ნიუ-იორკის მსგავსად, ცათაბრჯენების ქალაქი. ფინეთი როგორც გერმანიის მოკავშირე ქვეყანა ომის შემდეგ დიდ ფინეთად გადაკეთდებოდა. ასევე შეიერთებდა შვედეთის ნახევარს. მეორე ნახევარი კი მესამე რაიხის მფლობელობაში გადადიოდა. იგეგმებოდა პოლონელების უმრავლესობის, ჩეხეთის მოსახლეობის ნახევარისა და ბელორუსების მესამედის დასავლეთ ციმბირში გადასახლება. მეორეს მხრივ კი ჰოლანდიელები აღმოსავლეთ პოლონეთში უნდა გადაესახლებინათ. რაც შეეხება ბრიტანეთს, ნაცისტები ვარაუდობდნენ, რომ როგორც კი ინგლისელები დაკარგავდნენ კონტინენტიდან დახმარების იმედს, დათმობებზე წავიდოდნენ. ადრე თუ გვიან, მესამე რეიხს შეუერთდებოდნენ. ფაშისტური რეჟიმის გამარჯვების შემთხვევაში ბუნებრივია ბრიტანეთს მძიმე თხეელოდა და ეს თქვა ძალიან ცხადად ჩანდა თავიდანვე, როდესაც ფაშისტური რეჟიმი ბომბავდა ლონდონს, მათთვის ეს ადგილი მხოლოდ დასაბომბიანება ადგილი იყო და არა სხვა მიზნების ლოკაცია. გარდა ამისა, ადოლფ ჰიტლერი გიბრალტარზე სრული კონტროლის დაწესებას აპირებდა. როცა ვლაპარაკობთ მეორე მსოფლიო ომზე, ალბათ განსაკუთრებით საინტერესოა გერმანიის მოკავშირეების საკითხი, რადგან საბოლოო ჯამში ნაციზმის იდეოლოგია ყოველგვარ მოკავშირეს გამორიცხავდა. იმ შემთხვევაში თუ დიქტატორი ფრანკო გადაწყვეტდა წინააღმდეგობის გაწევას, იგეგმებოდა ესპანეთისა და პორტუგალიის ოკუპაცია, მიუხედავად მათი მოკავშირეობისა ნაცისტურ გერმანიასთან. ევროპის დაპყრობის შემდეგ ჰიტლერი აპირებდა თურქეთთან მეგობრულ ურთიერთობაზე ხელის მოწერას და მისთვის მონაწილეობის მიღების შეთავაზებას ევროპის ერთიანი ეკონომიკის შექმნაში. ევროპის შემდეგ ჰიტლერს უნდა დაეპყრო ბრიტანეთის კოლონიები. იგეგმებოდა ეგვიპტის, სუეცის არხის, სირიის, პალესტინის, ერაყის, ირანის, ავღანეთის და ინდოეთის ოკუპაცია. ჩრდილოეთ აფრიკასა და ახლო აღმოსავლეთში კონტროლის დაწესების შემდეგ ნაცისტურ გერმანიაში ჩაფიქრებული ჰქონდა კანცლერ ბისმარკის ოცნების ახდენა, სარკინიგზო გზის, ბერლინი, ბაღდადი, ბასრას გაყვანა. ნაცისტებს ასევე უნდოდათ აფრიკული კოლონიების დაბრუნება, რომლებიც პირველ მსოფლიო ომამდე გერმანიას ეკუთვნოდა. რაც შეეხება ამერიკის შეერთებულ შტატებს, რომელსაც მესამე რაიხი განიხილავდა როგორც ებრაელების უკანასკნელ თავშესაფარს, გერმანია სამი მიმართულებით უპირებდა თავდასხმას. პირველ რიგში ეს იქნებოდა ეკონომიკური ბლოკადა. შემდეგ ჩრდილო-დასავლეთ აფრიკიდან შეტევა და ბოლოს მესამე რაიხი ლათინური ამერიკის ქვეყნებს, რომელთანაც სავაჭრო ხელშეკრულებას გააფორმებდა და მოამარაგებდა მათი არაღით, მეზობელ ამერიკის შეერთებულ შტატებზე დასამარცხებლად დაიხმარდა. თუ ამის შემდეგ ამერიკის შეერთებული შტატები არ დანებდებოდა, გერმანია დაპყრობილ ისლანდიასა და აზორის კუნძულებს პლაცდარმად გამოიყენებდა მის დასამარცხებლად. ჩვენ შეგვიძლია ვიდაოთ რამე კონკრეტულ ფორმებზე, რა ფორმებით მოხდებოდა დღევანდელი ამერიკის ტერიტორიის ინკორპორირება ამ მსოფლიო, ასე ვთქვათ, რაიხში, მაგრამ ზოგადად ის რომ არავითარი დამოუკიდებელი ამერიკის შეერთებული შტატების ადგილი ნაცისტურ მსოფლიოში არ შეიძლება იყოს, ეს ფაქტია.
an endless capacity for risk. There will be fact, it's a enigma. ოკუპირებული ტერიტორიები ახალი ადმინისტრაციული სისტემით უნდა დაყოფილიყო. უმეტეს ტერიტორიაზე უნდა შექმნილიყო რაიხსკომისარიატები. გერმანიამ მოახერხა და შექმნა ნორვეგიის, ნიდერლანდების და ბელგია ჩრდილოეთ საფრანგეთის რაიხსკომისარიატები. საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე კი ოსტლანდისა და უკრაინის. ასევე იგეგმებოდა კიდევ 3 რაიხსკომისარიატის შექმნა: მოსკოვის, თურქესტანისა და კავკასიის. კავკასიის რაიხსკომისარიატის ტერიტორია მოიცავდა ომის დაწყებამდე საბჭოთა კავშირის მფლობელობაში არსებულ კავკასიის მიწებს. საერთო ფართობით 500,000 კვადრატული კილომეტრი. დედაქალაქი თბილისი. სამხრეთით საზღვარი გაივლიდა თურქეთისა და ირანის სახელმწიფო საზღვრებზე, ხოლო ჩრდილოეთით მდინარეებზე დონი და ვოლგა. მხარის ეკონომიკაში წამყვანი ნავთობის მრეწველობა და სოფლის მეურნეობა უნდა ყოფილიყო. საქართველოში გარკვეულ პერიოდში იქნებოდა კულტურული აღმასვლა. პირველ რიგში ეს მოხდებოდა გერმანული კულტურის და ტექნოლოგიების შემოსვლით. მაგრამ ეს ყველაფერი არ იქნებოდა ადგილობრივი მოსახლეობისთვის, ქართველებისთვის. ნაცისტებს უბრალოდ ჭირდებოდა დაპყრობილი ტერიტორიები, რესურსების ადგილი და ხალხი, რომელიც მათ მოემსახურებოდა. არიული თეორიის მიხედვით ხომ ქართველები არ იყვნენ გამორჩეული გერმანელების გვერდით მდგომი ადამიანები. არსებობს სხვადასხვა თეორია ამასთან დაკავშირებით, როგორ უყურებდა ჰიტლერი ქართველებს და ზოგადად აი ამ თქვათ ერს. ზოგი ამბობს, რომ თქვათ ჰიტლერის თეორიაში ამ რაღაცა აღმატებულ რასებთან დაკავშირებით ქართველები ხდებოდნენ. ზოგი ამბობს, რომ საერთოდ არ იყო ამაზე საუბარი, ეს ალბათ მხოლოდ იმ დიქტატორის ახირებაზე იქნებოდა დამოკიდებული. ნაცისტებს არ სურდათ მხოლოდ ტერიტორიის ოკუპაცია. ნაცისტები ცდილობდნენ მოეპოვებინათ სასიცოცხლო სივრცე აღმოსავლეთში, რაც ნიშნავს პირველი ადგილობრივი მოსახლეობის ძალდატანებით ან გაგერმანელებას, ან გადასახლებას თავიანთი სამშობლოდან. შესაბამისად, რაც შეიძლება ეს ნიშნავდეს ნებისმიერი ქვეყნისთვის და მათ შორის საქართველოსთვის, ფიქრობ ძალიან დიდი დავის საგანი არ უნდა იყოს. მეორე მსოფლიო ომის პერიოდში მეცნიერებისა და ტექნიკის განვითარებით გერმანია წინ უსწრებდა დანარჩენ სამყაროს. ფაშიზმის გამარჯვების შემთხვევაში კი მოკავშირეები, კერძოდ ამერიკა და საბჭოთა კავშირი, იმ სამხედრო მეცნიერების გარეშე რჩებიან, რომელთა დახმარებითაც ეს ქვეყნები აძლიერებენ სამხედრო ტექნიკას, იკვლევენ კოსმოსს და რაც მთავარია, ქმნიან ატომურ იარაღს. ერთი ზე სახელმწიფოს ხელში აღმოჩენილი ატომური იარაღი კი დანარჩენი მსოფლიოს მკაცრად გაკონტროლების და დაშინების კიდევ ერთი მექანიზმი იქნებოდა. თუკი გავაგრძელებთ ამ ალტერნატიულ ისტორიას და წარმოვიდგენთ, რომ ამ ომის შემდეგ დარჩებოდა კიდევ სამყარო და ამ სამყაროზე გამატონდებოდა ისევ და ისევ ნაცისტური გერმანია, მაშინ ამ სამყაროში უკვე ამ იარაღს ექნებოდა დაშინების ფუნქცია, რომ არსად სამყაროს არც ერთ წერტილში არავის გასჩენოდა იდეა, რომ შესაძლოა ამ რეჟიმთან დაპირისპირება, რომ შესაძლოა მისი შეცვლა, შესაძლოა საერთოდ რამის შეცვლა სოფლიოში. საფრანგეთის სხვადასხვა მხარეს სხვადასხვა ბედი ელოდა. ნაწილი გერმანიის მოკავშირეების, ფაშისტური იტალიისა და ფრანკოს-ესპანეთის მფლობელობაში გადადიოდა. ნაწილი ახალ ბურგუნდიის სახელმწიფოდ კეთდებოდა, ხოლო რაღაც ნაწილი კი დიდ გერმანიას შეუერთდებოდა. ადოლფ ჰიტლერი მიუხედავად პირადი ანტიპატიისა ფრანგების მიმართ, მათ სხვა დანარჩენ ერებთან შედარებით უფრო კულტურულ ერად აღიქვამდა. შესაბამისად, ფრანგული კულტურის გარკვეული ნაწილი შენარჩუნდებოდა. თუმცა არა როგორც ფრანგული კულტურა, არამედ როგორც არიულ ეპოქამდე არსებული კაცობრიობის ისტორია. მაგალითად, ნაცისტები ლუვრის ექსპონატებს ბერლინის რომელიმე მუზეუმში გადმოიტანდნენ, მაგრამ არა როგორც ფრანგულ, არამედ როგორც ზოგადად კაცობრიობის მემკვიდრეობას. ნაცისტური იდეოლოგია, როგორც აბსოლუტურად ტოტალიტარული იდეოლოგია, ითხოვდა ნებისმიერი აზროვნების გამოვლინების ჩადგომას ნაციზმის სამსახურში. შესაბამისად, ხელოვნება
ნაციზმის პირობებში დარჩებოდა მხოლოდ როგორც პროპაგანდისტული დანამატი ოფიციალური იდეოლოგიისა. გერმანიის გამარჯვების შემთხვევაში ერთი სისტემის ხელში აღმოჩნდებოდა მთელი სამყაროს უდიდესი რესურსი. შესაბამისად, ტექნოლოგიური თუ ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით, დღევანდელი რეალობა მკვეთრად განსხვავებული იქნებოდა. ის კონკრეტული სფეროები კი, რომლებიც ნაცისტების განსაკუთრებული ყურადღებისა და ინტერესის ქვეშ მოექცეოდნენ, ალტერნატიულ რეალობაში უფრო განვითარებულ და წინ წასულ სახეს მიიღებდნენ. მე ვფიქრობ, რომ ეს იქნებოდა მკვეთრად დისკრიმინაციული მეცნიერება, მხოლოდ რაღაც ერთი მოდელის ადამიანზე მორგებული, თუმცა რიგ შემთხვევებში შეიძლება ეს ყველაფერი წარმატებულიც ყოფილიყო ამ სიტყვის არა მაინდა-მაინც ჰუმანური გაგებით. კულტურის მხრივ იქნებოდა სრული სიბნელე, რადგან უდიდესი გერმანული კულტურაც კი ვერ გაწვდებოდა მთელი მსოფლიოს მოთხოვნილებებს. ბევრ ამას ხაზი გადაესმეოდა. მაგალითად, არ იარსებებდა ფსიქოანალიზი, არ იარსებებდა სახელოვნებო თუ სხვა სახის შემოქმედება. არ გვექნებოდა კინემატოგრაფი, იმ სახით, რა სახითაც დღეს გვაქვს. შესაბამისად, დღევანდელი სამყარო ჰუმანიტარული, სოციალური, სახელოვნებო მეცნიერებებით ძალიან უშინაარსო და უინტერესო იქნებოდა. ჰიტლერის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ გერმანია დატოვა 29 ნობელის პრემიის ლაურეატმა მეცნიერებმა, მათ შორის ალბერტ აინშტაინმა. ხოლო ჯამში თუ კი ჩვენ დავთვლით იმ ადამიანებს, რომლებმაც დატოვეს გერმანიის მიერ ოკუპირებული ტერიტორიები, ავსტრია, დანია, საფრანგეთი და ასე შემდეგ, ეს ციფრი გაცილებით მაღალია და აქ უკვე გარდა აინშტაინისა შეგვიძლია ვისაუბროთ ისეთი დონის მეცნიერებზე, როგორც არის ზიგმუნდ ფროიდი და ასე შემდეგ. სხვადასხვა რელიგიები, მართლმადიდებლობა იქნებოდა ეს ისლამი თუ ბუდიზმი, მესამე რაიხი სამყაროში უბრალოდ გაქრებოდნენ. გამომდინარე იქიდან, რომ ნაცისტებისთვის მონების რელიგიაზე საუბარიც კი წარმოუდგენელია, ისევე როგორც წარმოუდგენელია საუბარი მონების თვითშეგნებასა და კულტურაზე. ზოგადად ნაციზმის დამოკიდებულება რელიგიის მიმართ ყოველთვის მტრული იყო იქიდან გამომდინარე, რომ საერთოდ ტოტალიტარული იდეოლოგია ითხოვს კონტროლს საზოგადოებრივი ცნობიერების და ინდივიდუალური ცნობიერების ყველა სფეროზე. ასევე დადგებოდა გერმანელების რელიგიის, ლუთერანიზმის აღსასრულიც, რადგან ის არანაირად არ ჯდებოდა არიული რასის თეორიაში. იქნებოდა მხოლოდ ერთი, ზეკაცის რელიგია. ჯამთელ სხეულში ჯამთელი სულია. დამარცხებულ ერებს ნაცისტები ბოლომდე არ გაანადგურებდნენ, თუნდაც იმიტომ, რომ საჭირო იქნებოდა სამუშაო ძალა. აქცენტი უფრო შრომის უნარიან ერებზე გაკეთდებოდა და გარკვეულ კულტურულ ელემენტებსაც ეს ერები შეინარჩუნებდნენ. თუმცა ეს არ იქნებოდა მეინსტრიმული კულტურის ნაწილი. ეს იქნებოდა მონა ადამიანების ნორმები თუ რიტუალები, რომელიც არავის დანარჩენ სამყაროში არ დააინტერესებდა. და შეეხება სხვადასხვა უმცირესობების ბედს. იქნებოდა ეს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანები, სექსუალური უმცირესობები თუ სხვა. პასუხი ცალსახად ერთია. ისინი უბრალოდ შეწყვეტდნენ არსებობას. უმცირესობები ხო არანაირად არ ჯდებოდნენ არიული რასის პარამეტრებში. სხვადასხვა უმცირესობის და მათ შორის ბუნებრივი შეწყებული შესაძლებლობების ადამიანებთან დაკავშირებით ძალიან მკაფიოდ იყო, ხო, თქვათ რაღაც სახით პოლიტიკა წარმოებული, ისინი თავის ფორმასაც კი არჩევდნენ რიგ შემთხვევაში, აქედან გამომდინარე ძალიან ცხადია, რომ აქ ერთპიროვნული მოცემულობა იქნებოდა გამყარებული თუ რაღაც ტიპს წარმოადგენდნენ ადამიანისას, ისინი შეეცდებოდნენ, რომ მხოლოდ ამ ტიპის ადამიანებს ეცხოვრა და ცხადია რასებთან დაკავშირებითაც იგივე პოლიტიკა იქნებოდა, მეტიც ფაშისტური რეჟიმი იმთავითვე გულისხმობს რასებს შორის სელექციასა და დისკრიმინაციას. ეს არის მისი მთავარი არსი და მოიხსენება თქვათ ეს ანტისემიტური მოძრაობებიც სწორედ ამას ეფუძნება. გერმანიაში მოქმედებდა ოფიციალური პროგრამა, რომელიც გულისხმობდა ნებისმიერი ფიზიკური დეფექტის მქონე ადამიანის ძალდატანებით სტერილიზაციას ან ლიკვიდაციას, ხოლო ფიზიკურ დეფექტში იგულისხმებოდა ნებისმიერი მდგომარეობა, რომლის პირობებშიც ადამიანს არ შეეძლო ფიზიკური სამუშაოს შესრულება.
რამხელა სპექტრს მოიცავს ასეთი ფორმულირება, მე ვფიქრობ, ძნელი განსასაზღვრი არ არის. მესამე რაიხის სამყაროში, ისეთში, როგორიც ის იქნებოდა ნაცისტების გამარჯვების შემთხვევაში. გარკვეული პერიოდის მერე დაიწყებოდა განმანთავისუფლებელი ომები. ეს მოხდებოდა პირველ რიგში დიდი რესურსების მქონე ქვეყნებში, სადაც ელიტა შეძლებდა ასე თუ ისე გადარჩენას და სხვადასხვა რესურსების მობილიზებას. იქნებოდა ეს ამერიკის შეერთებული შტატები, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი თუ საბჭოთა კავშირი. თუმცა ეს შედეგს ვერ გამოიღებდა. მესამე რაიხის დანგრევას ისევ გერმანული ელიტა თუ შეძლებდა და ყველაფერი რეფორმების მოთხოვნით დაიწყებოდა. ადამიანის ბუნებიდან გამომდინარე, თუ რამე ღირს ბრძოლად და თავგანწირვად, ეს თავისუფლებაა. შესაბამისად, მესამე რაიხის ტოტალიტარული სახელმწიფო ადრე თუ გვიან აუცილებლად დაემხობოდა. თუმცა, როდის მოხდებოდა ეს და რა ფასად დაუჯდებოდა კაცობრიობას, რთული განსასაზღვრია. ჩემი აზრით, დღევანდელი დღე უბრალოდ არ იქნებოდა. იმ მარტივი მიზეზებიდან გამომდინარე, რომ არ იქნებოდა არც ენა, რომელზეც დღეს ჩვენ ვსაუბრობთ, არ იქნებოდა თვით ჩვენს, როგორც კონკრეტული ერის, კონკრეტული ეთნიკური ფენომენის წარმომადგენლები, არ იქნებოდა თვით ის ცივილიზაციაც, რომელიც ამ საუბრის საშუალებას იძლევა. იქნებოდა ალბათ ძალიან ბევრი ფასადური წარმატება, მათ შორის ალბათ ძალიან ბევრი ასეთ რაიხისთვის დამახასიათებელი გიგანტური შენობები, მათ შორის ალბათ თბილისშიც და შესაბამისად იქნებოდა ძალიან ბევრი, ვთქვათ, ადამიანი, რომელიც ხშირად გამოვიდოდა, ვთქვათ, აი ეგრეთ წოდებულ კარნავალურ აღლუმებზე, იქნებოდა ალბათ თქვენი ტელევიზია ალბათ არ იქნებოდა, იქნებოდა ერთი ტელევიზია, სადაც გამუდმებით, ვთქვათ, ალბათ გადმოსცემდნენ ჰიტლერის ამბებს და სავარაუდოდ ბერლინში იქნებოდა ჰიტლერის მავზოლეუმი, სადაც ის შენახული იქნებოდა დაახლოებით ისე, როგორც დღეს არის მოსკოვში შენახული ლენინი. Du meine Arbeit für richtig hältst, ob du glaubst, dass ich fleißig gewesen bin, dass ich gearbeitet habe, dass ich mich in diesen Jahren für dich eingesetzt habe. ნაცისტური გერმანიის გამარჯვების შემთხვევაში დღეს 21 საუკუნის დასაწყისში სრულიად განსხვავებული რეალობა გვექნებოდა. ჩვენი სამყარო მიუხედავად მთელი თავისი სისასტიკისა ბევრად უფრო ჰუმანური და ლამაზი, ვიდრე ფაშიზმის გამარჯვების შემთხვევაში იქნებოდა. არსებულ რეალობაში ადამიანებს კაცობრიობისთვის ბევრად მეტის კეთება შეგვიძლია, ვიდრე ამას მესამე რაიხის ეპოქაში შევძლებდით. ამიტომ ჩვენ სწორედ უნდა შევაფასოთ ის საშინელება, რაც მოხდა და ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ მსგავსი აღარაფერი განმეორდეს.